გორში გასულ წელს უკანონო მშენებლობებისთვის 16 იურიდიული და 77 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ საკრებულოში ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის წარდგენის დროს გახდა ცნობილი. ჯარიმების თანხამ კი 80,900 ლარი შეადგინა, დაწერილია 1000-ზე მეტი საჩივარი. საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების ანგარიში გასული წლის 2024 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი ანგარიში იყო წარმოდგენილი. კერძოდ აღნიშნულ სამსახურს გასული წლის განმავლობაში დაჯარიმებული ყავს 16 იურიდიული და 77 ფიზიკური პირი უნებართო მშენებლობასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი აქვს მათი დასახელება და ის თანხებითაც იყვნენ დაჯარიმებული. სრულიად გასული წლის განმავლობაში ჯარიმების რაოდენობამ შეადგინა 80,900 ლარი, რომელიც ბიუჯეტში სრულიად არის ასახული. განვლილი პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან შემოსული არის აღნიშნულ სამსახურში 1188 საჩივარი, რომელსაც კომპეტენციის ფარგლებში გაეცა შესაბამისად პასუხები. ექსპლუატაციაში მიღებული აქვს აღნიშნულ სამსახურს დაახლოებით 89 ობიექტი, რომელზეც გაეცა ნებართვა, დადებითი პასუხი იქნა გადაწყვეტილი და აი ამ გასული წლის განმავლობაში მათი სამუშაოს შესრულება კომისიაზეც და საკრებულოზე შეფასდა დადებითად.